ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Joe. მონადირეებო მოგესალმებით და არა მარტო მონადირეებო. მოგესალმებით მაღაზია და ქსელი კალიბრის უსთავის ფილიალიდან. მეგობრებო, დღეს გვაქვს სიახლე, როგორც ირაკლი მითხრა, განვიხილავთ თუ მიმოვიხილავთ თუ უბრალოდ ვაჩვენებთ, რა ხდება? უბრალოდ ვაჩვენოთ დღეს რომ ასეთი პისტოლეტები შემოგვივიდა, გაყიდვაში მალე იქნება ძალიან გაყიდვაში უკვე და ეს გაცნობითი ვიდეო გავაკეთოთ, ფასებიც არ ვიცით ჯერ კონკრეტულად, მაგრამ ნუ შემეცნებითი ვიდეო იქნება იმის შესახებ თუ რა პროდუქცია გვაქვს მაღაზიაში. და კიდევ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა კანონმდებლობა გვაქვს, გვაძლევს თუ არა უფლებას, არებისას და არატარებისას და მოკლედ აი ამ ყველაფერს გავიგეთ. იმიტომ რომ შემოდის ხოლმე ირაკლი ესეთი კითხვები, რომ აი კაი ვიყიდე ეს პისტოლეტი, მერეო და აი მერე რა ხდება? ნახავთ რეკლამის რეკლამის და ჩემი შეკითხვა მდგომარეობს ასეთ რამეში რა. მე დავაკვირდი რომ თურქეთიდან შემოედინება ძალიან დიდი რაოდენობით იარაღები. სად მიდის ეს იარაღები და რა ხდება ვერ გავიგე. ნუ ტარებათან არ შეგვიძლია. ტარება არ შეგვიძლია, მაგრამ არის ასეთი რამე ჩემო მარლენ რა. თუ ყავს გავლენიანი მეგობრები, პოლიციელები, უშიშროების თანამშრომლები. აი მაგალითად მე ასეთი ბევრი მეგობრები მყავს და მე მაძლევენ უფლებას რომ ჩემი კუთვნილი იარაღი პატარო ხოლმე რა, როცა საჭიროა და ეხლაც თან მაქვს ფოტოშოპის რა შემიძლია. რანაირად და ამ იარაღის ტარების უფლება მე სულ მაქვს. ესა რა თქმა უნდა ეს ხმურობი არ არსებობს ხო? არ არსებობს, შანსი არ არის რა. ეს უნდა დავივიწყოთ, ეს წინააღმდეგება კანონს, ეს ეროვნული გადახდები შეიძლება დატარება. ხო, ну რაღაც დაშვები, რაღაც არ გავარდეს ფრთხილად იყავი. მესამე პირზე გადაცემა შეიძლება საერთოდ. უბრალოდ იყავი. ხო და მოკლედ ასეთი ამბავია რა, რომ ჩვენი კანონმდებლობით მოკლედ ეს სასრული იარაღის გადატანა თუ არ არის თანამშრომელი, თუ არ არის იარაღი დატაბელებული, ან თუ არ არის წოდებით მაიორი ან უფრო ზევით, ტარების უფლებას არ აძლევენ, არ არის. კანონში ეს გაწერილი და დატაბელებული ნიშნავს იმას რომ დატაბელებული ანუ მოქმედი თანამშრომელია რომელმაც სამსახურის იარაღი კი არა თავისი შენაძენი იარაღი თავისი კუთვნილი იარაღი დაატაბელა ანუ აიყვანა აღრიცხვაზე და უკვე ავტომატურად იმას აძლევენ უფლებას რომ როგორც საშტატო სამუშაო იარაღი თავისი შეძენილი თავის თავზე გაფორმებული იარაღი ატაროს თუმცა ამას ჭირდება გარკვეული პროცედურები საკანონმდებლო. არ არსებობს არანაირი ასე ვთქვათ სხვა გზა ამ იარაღის ტარებისა, ხო ესეა? ტარების არა, ტარების გამორიცხულია, გადატანის უფლება შეიძლება მოიპოვოს მაძიებელმა, ონლაინად ივსება უკვე იარაღის გადატანის ნებართვა, დროებითი ნებართვაა, სადაც უთითებ შენი პირად ნომერს, იარაღის ნომერს, მარშრუტს თუ რა მარშრუტით გადაგაკეთეს, იარაღის სადმი გაქვს, მაგალითად ტირში გინდა რომ წაიღო სასრულად, ხო? წინასწარ ავსებ ამ ონლაინ ავსებ ამ განაცხადს, მოგდის პასუხი და მე გეძლევა უფლება იმ გარკვეული დროის მონაკვეთში გადაიტანო ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. მეორე ვარიანტია თუ ონლაინ არ ხდება, ეძებს ამ ნებართვას მაძიებელი უკვე პოლიციური განყოფილება იქნება. ისინი იძლევიან ნებართვას. მიხვალ მოითხოვა ნებართვას და მოკლედ მოგცემენ. აი როგორც თუ დაკვირვებულები ხართ, მოკლე იარაღის გაფორმების დროს ნებართვა რო იძლევა სააგენტოში, სანამ სახლში მიიტანა იარაღს მაღაზიიდან, მანამდე ხო დროებით ნებართვა იწერება. დაახლოებით ისეთ ნებართვას, რაც მითითებული არის მარშრუტი, დრო, იარაღის ნომერი, პირადი ნომერი და ასე შემდეგ, რომლის ეგ ყველაფერიც გავიგე და ეხლა ერთი ესეთი ამბავი არის რა, შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე მსმენია ბიჭები იძახიან, რომ არა მარტო ბიჭები, ზოგადად საზოგადოება იძახის ესეთ რამეს, რომ რათ მინდა პისტოლეტი, თუ კი ვერ გამოვიყენებ, თუ კი ეს არის თავდაცვის იარაღი, თუ კი კანონმდებლობა მე მაიძულებს, რომ
თან უნდა ვამტკიცო რომ მართლაც თავს ვიცავდი და იმიტომ მომიწია გასროლა. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება მე მეცაც გეტყვი როცა ეს ამ იარაღის მფლობელი ინახავს სრული კანონის დაცვით ამ იარაღის თავდაცვით გამოყენება თავდაცვისთვის გამოყენება ფაქტიურად წარმოუდგენელია და გეტყვი რატო კანონში გაწერილი ასეთი რამე თუ შენ ხარ მფლობელი მოკლე სასასრული იარაღისა ეს იარაღი შენახვის დროს უნდა იყოს სეიფში დაკეტილი ან ნებისმიერ ისეთ ადგილას სადაც იკეტება და ვაზნებისგან განცალკევებული და ინახებული სახელი. თუ ვინმე შემომივარდა სახში მე სანამ სეიფს ვიპოვი, მე იმას გავაღებ, მე იარაღს მოვიყვან საბრძოლო ვაზნა ცალკე სეიფში უნდა იყოს, იარაღი ცალკე სეიფში. შეიძლება ერთ სეიფში იყოს, მაგრამ განცალკევებული უნდა იყოს იარაღისგან, რა ცალკევებული უნდა იყოს. სანამ შენ ამას ეს კარგავს ყოველგვარ აზრს და ყოველგვარ შინაარს ამ იარაღის თავდაცვისთვის შესაძენად. ანუ ხვდებით რა შეასაქმე. რაღაცა აქ შესაძლებელი არის ამ კანონმდებლობაში. ანუ ეთანხმები შენ რო შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მე ცოტა შორის გავკადნიერდები და ვიტყვი მასაც, რომ როცა ამ იარაღის შესახებ კანონი ასე ვთქვათ, სანამ კანონს მიიღებდნენ, მანამდე რადიო ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი, ეს იყო პირველი არხთან თუ არ ვწდები, სადაც დაწვრილებით ვსაუბრობ ამ ინტერვიუში იმაზე თუ რა პრობლემები შეიძლება მოყოლო და იმ კანონს იმ ფორმით რა ფორმითაც აპირებდნენ მიღებას და სხვათა შორის ჩვენმა თავრობამ და იმ ხალხმა ვისაც ხელით იფებოდა ამ კანონის გადახედვა, მიიღეს ჩვენი მრავალრიცხოვანი იარაღის მომხმარებლების აზრი და გაითვალისწინეს კი და ჩასწორდა რაღაცეები და მე მგონი არაფერი არ დაშავებულა ამით პირიქით კანონმა მიიღო ის სრულყოფილი ფორმა როგორც უნდა ყოფილიყო თუმცა სრულყოფილებამდე ცოტა მაინც რაღაცეები აკლია მოკლე იარაღთან დაკავშირებით მინდა გითხრათ მიესალმები თუ არა იმ ამბავს მაგალითად რომ ჩვენ მონადირეებს გვაქვს იმის საშუალება და არა მარტო მონადირეებს არამედ ზოგადად მე იარაღეებს ვინც ვატარებთ იარაღებს კონდეს პისტოლეტის ტარების საშუალებაც მაგრამ რა პირობებში? აი მე მაგალითად წარმომიდგენია ესე, რომ მონადირეს უნდა კონდეს მაგალითად ჩემი აზრით, ტარების უფლება ოღონდ მარტო სანადირო სავარგულებში და არა დაუშვათ ქალაქში და მაღაზიაში და ქორწილებში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მოკლე იარაღის ტარება თუ როდესმე დაიშვა და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება, უნდა იყოს პრივილეგია და პრივილეგია იმ ადამიანებისთვის, ვინც არის კანონმორჩილი, ვინც არ არის შემჩნეული რამე ისეთ ქმედებაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში არის პატიოსანი პირველ რიგში მონადირე, რომელიც არის კლუბის წევრი, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში არ შეიმჩნევა ისეთ კანონსაწინააღმდეგო დანაშაულში, აქვს ნადირობის უფლება, ჩაბარებული ექნება მოკლე იარაღზე გამოსვლა და ეს ყველაფერი გაკონტროლდება ძალიან მკაცრად და სასჯელიც ასეთი იარაღის მფლობელის კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ უნდა იყოს ძალიან მკაცრი, მარტო იარაღი კი არა, ალბათ მართლაც უნდა ჩამოერთოს. ასე მივიღებთ იმ მოცემულობას, რომ ყველა იარაღის მფლობელი გაუფრთხილდება თავის რეპუტაციას, თავს პირველ რიგში და შესაბამისად, όσο თავის გაუფრთხილდება გარშემო მყოფებსაც. რა თქმა უნდა, არ უნდა ატარო ქორწილში დაბადების დღეებს და ჰაერში სრულად არ უნდა იარო, ეს უნდა იყოს მკაცრად შეზღუდული, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკაში. არანაირი პრობლემა არ არის იარაღის ტარების, თუ გაქვთ სუფთა წარსული და თუ იცავ იმ კანონებს და სახელმწიფოსგან დაწესებულ იმ კანონს ზედმიწევნით, როგორც ნასვამმა არ უნდა აიარო იარაღით, როგორც მანქანით, ასევე იარაღით არც ანადიროთ და არც სხვაგან, როცა საქმე გვაქვს იარაღთან და ისეთ ნივთებთან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა მოქალაქეებს. სხვათა შორის ასეთი დაკვირვება იყო ამერიკის ერთ-ერთ შტატში, იმ შტატებში, სადაც იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ მოქალაქეებს, დანაშაული ბევრად უფრო მცირე იყო, ვიდრე იმ შტატებში, სადაც არ ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება. არის ასევე კიდევ შტატები, რომლებიც პირდაპირ ვალდებულებენ იარაღი ატარო. მაგრამ იმის ვალდებულებაც აქვს, რომ ამ იარაღით თვეში რამდენჯერმე მოახდინო გასროლა შეხვიდე ვარჯიშზე და ანუ გავალდებულებს, რომ შენი იარაღს იცნობდე, შენი იარაღით ვარჯიშობდე და შენი იარაღის გამოყენების წესები და ასე ვთქვათ მონაცემები კარგად გესმოდეს რა. სხვათა შორის ვეღარ დავასრულე აზრი და ვიტყვი იმას, რომ არის მომენტები, როდესაც არის შტატები, რომლებიც გეუბნებიან, რომ იარაღი ისე უნდა ატარო, რომ ჩანდეს. და არის ისეთი შტატები, რომლებიც გეუბნებიან, რომ ატარო ისე, რომ არ უნდა ჩანდეს. მოკლედ, ეგ ყველაფერი დასამუშავებელი იქნება ალბათ საბოლოო ჯამში, რომ საქართველოშიც მე ვისურვებდი, რომ შეიძლებოდეს იარაღის ტარება კონკრეტული
კარგი ადამიანების ხელით. ახლო ხომ არ დავათვალიეროთ ეს იარაღები და მოდი გადავიდეთ პირდაპირ. გადავიდეთ პირდაპირ, მოკლედ ამ მაღაზიაში რა გვაქვს. მოკლედ რევიუ გავაკეთოთ ჯერ ზოგადად ამ ფირმაზე, ეს არის თურქული წარმოების იარაღები, ფირმას ქვია ტისასი, რომელმაც ძალიან მე თუ გითხავთ, ძალიან ესეთი მარკეტინგული მიგნებით შემოვიდა ბაზარზე და გეტყვი რატომ. ამ ფირმამ გააკეთა იარაღები, რომლებიც არის ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი იარაღების გათანამედროვებული ასლი. სხვა სახელით, თუმცა ამ სახელებში მაინც იკითხება ის ძველი იარაღების მოდელები რა, თუ დააკვირდებით კარგად და შეხედავთ, იკითხება ის ფორმები, იკითხება ის სისტემა, თუმცა სათაურს თუ ფირმის წარმოებას შეხედავთ, ტისასი ცოტა ბევრის არაფერს მთქმელი არ არის ფირმა, მაგრამ როცა აიღებ აი ამ მოდელს მაგალითად ხელში დაათვალიერებ, მიხვდები რომ ეს მოდელი არის არ ვიცი, მე ძალიან ცუდად ვერ ყვევი პისტოლეტებში. 911-ის Colt Government-ის სრული ასლი. ანუ შენი მითქმა გინდა რომ თურქები როგორც წესი, ისევ ასლებით აგრძელებენ წარმოებას. ეს ძალიან მომგებიანია გეტყვით, იმიტომ რომ არსებობს ამ იარაღის ნახაზები, არსებობს ამ იარაღის დამუშავების ტექნოლოგია. ანუ აწყობილი კონვეიერია, რომელიც გადამოკოპირებასაც ახდენენ და პირდაპირ აწარმოებენ იარაღს. და შორის არც ისე უხარისხოს. ძალიან კარგი ხარისხის არის, მე თუ მკითხავთ და პირდაპირ იმეორებს Colt Government-ი 911-ის მოდელს. აი რო შევდანო შეხედო ვერც გაარჩევ რა. შვენია. ზოგადად ტისასის ფირმა კალიბრი არის 45. აი ნახე სხოლულა აქვს, ხედე? დიახ. მოდელს ქვია ZIG M1911. და ამაზე მოვაშორებთ ამას. ზიგები მივიღე. ხო, ZIG მოდელს ქვია ZIG M1911. ისე იყო ეს 1911 Colt Government-ი. ამ ფირმას, ამ მოდელს უშვებდა Remington-იც, უშვებდა Colt-იც, უშვებდა რავი მგონი Browning-საც აქვს ნაწარმოები. ორი მჭიდი მოყვება ამას. ორი მჭიდით მოდის, კი ბატონო, თავისი საწმენდებით არის, ორმაგი მოქმედების ჯაკუჩი აქვს, დამწმუნებული ჯაკუჩი აქვს. დიახ. აი, ოდნავ გამოწევით, ნახე რა შვებოთ, საერთოდ ბლოკავთ იარაღს, საერთოდ გასვლა არ მოხდება არანაირად. აჰა. მაგრამ სრულად შეყენების დროს უკვე დაატყობს. უკანა მცველით არის. დიახ. თუ ამ მცველზე არ მოხდა დაჭირა, გასვლა არ მოხდება. უი, მოიცადე ეს რამე მოხდება. მაიცა ბიჭო, ეს რა შვება. ხო, თუ არ მოხდა დაწოლა, უყურე. ხო, დაწოლა თუ არ მოხდა. ეხლა დავაწექი და გაისროლა, ხო და. დიახ. არ უნდა დავაწო და თუ არ მოხდა დაწოლა, ის არ ისვრის, არ გაისვრის, შანსი არ არის რა. ანუ ხელში სანამ კარგად არ დაიჭერ, ფაქტიურად თუ არ ჩაიძირება, ეს ბერკეტი თუ არ ჩაიძირება, ისე არ გაისვრის ისე. თუ მოუჭერ, მე უკვე ისვრის. კი ბატონო, გასაგები გახდა. ცველია ეს რა, ერთ-ერთი გადასარევი ცველია. ანუ დავარდნის შემთხვევაში ამ ერაგიდან გასვლა. შემთხვევით ხომ არიცი, რამდენი აქვს რესურსი? რესურსი ამ პისტოლეტებს იმდენი აქვს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ამ რესურსს ვერ ამოწურავს. მე მაგის გარანტიას გაძლევ. ულუდარი ყოფას სიცხლე რომ გამოწუროს ამ. გავიგებ, შვენიერი, მიღებული არის. ყოველდღეს რო ისრულოს მაინც რა. კი ბატონო. ვაზნა რა ღირს ამის ცაბო? ეს არის რომელი 45 კალიბრი. 45 კალიბრი. 45 კალიბრის ვაზნები არ მოყვა, ხილდა თუ არ ვწდები 2 და 20 ღირდა. 20 ღირდა. ხა 2 და 20 დღეში რო გაისროლო ერთი 10 ტყვია, ეგ არის შენი. ხო, ან ძალიან ბევრი მტრები უნდა ყოდოს რომ ამ კალიბრზე უარი თქვა. რომ რავი ახლა 2 და 20 თუ ბევრი ყავს ძალიან მაღლაა ის მე თანხები. ხო, არა, სავარჯიშო ღირს კაცო, ახლა კვირაში ერთხელ რო ივარჯიშოს კაცმა ბევრი არაფერი არ არის რა, ახლა 20 ლარი რო გაისროლო კვირაში დიდი რამე. ხო, არაფერი, მე მაქვს ნასროლი ამ კალიბრებიდან სამიზნეებზე და მინდა გითხრათ რომ 9-19-თან შედარებით ძალიან ძლიერია. ნორმალური უკუცე მაქვს დაშორეს ბევრი ისეთი არაფერი, იმიტომ რომ ეს ტყვიები არის დაბალ სიჩქარე. გაიწიე რომ კადრში იყო, ხო? ეს 45 კალიბრის ტყვიები არის შედარებით დაბალ სიჩქარიანი ტყვიები, მაგრამ ენერგია აქვს ძალიან დიდი. გამომდინარე იქიდან რომ ტყუის ჭურვი არის მძიმე. აჰა, გასაგებია. მძიმეა რა. და როგორც არაერთხელ თქვით, ენერგია როგორ ითვლებოდა სიჩქარე გამრავლებული ჭურვის წონაზე და უკვე უღებულობთ იმ ენერგიას, რომელიც არის დამანგრეველი, ძალიან საშიში კალიბრია, სხვადასხვა ამ კალიბრს იყენებენ პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, მეორე მსოფლიო ომში ამერიკული არმია ხმარობდა, მე საზღვაო ქვეითები ხმარობდნენ და ყოველ საბრძოლო კალიბრი ერთ-ერთი რა. ჩამჭრელი კითხვა გინდა უცხო წამოგაწიო. ბრძანეთ ფასი. ფასი მაინტერესებს. ისე ფასი. რატო არ ვიცით ფასი? ფასი ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ
ამ იარაღებს მე მგონი ბალისტიკაც არ აქვს გავლილი, ხო? და მაგიტო არის ეგეთი ამბავი, ხო? ანუ შენ იმის თქმა გინდა, რომ ჯერ სუმთლად ახალია ცინცხალი შემოტანილები. ხო, დღეს დილით მიღებულები არის მეგობრებო, ფაქტიურად რა. თითები დამწვა, ცხელი პირაშკები ვითა, მაგრამ იყიდება სხვადასხვა. არც ეგრე არ არის. ნუ წუხანდელი, ნუ ღამე მიუღიათ რა მნიშვნელობა, კაცო. ჯერ გაცივებულიც არ არის წესი რა. ხო, მოკლედ, მეგობრებო. სხვა იარაღებიც აგვაქვს, დავათვალიეროთ, მოდი ის იარაღებიც, ფასები რადგან არ ვიცით, მეგობრებო, ხა მოგვიტევეთ, მაგრამ ძალიან მალე გაიგებთ ალბათ ამის ფასებს ჩვენს საიტზე, რომელსაც აი აგერ წაგაკითხებთ ახლა. შებძანდებით www.calibre.gz-ზე და შეგიძლიათ საიტი ნახოთ მერე უკვე. ან დარეკოთ მაღაზიის ცხელხაზზე და როცა იქნება ფასები, გეტყვიან ფასებს იქ. კი ბატონო. კაი, შემდეგი რა არის? შემდეგი არის M1911-ის კომპაქტ ვარიანტი, იგივე ყველაფერი იგივეა, უბრალოდ დაპატარებული მოდელია, ამ მოდელს ქვია M45, იგივე კალიბრზეა. უბრალოდ უფრო კომპაქტური ვერსია, დაპატარებული ვერსია რა. ვაზნა რამდენი ჩადის? ვაზნა მიდის ამაში თუ არ ვწდები 8 წალი მიდის კი ბატონო, კალიბრი 45. და გასაკვირი რა არის კიდე, იცი გასაკვირი აღსანიშნავი რომ ეს არის იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული და მჭიდროს კიდევ დაწერია რომ იტალიურებია. თუმცა ფირმა არის თურქეთში და თურქეთი აწარმოებს. თუმცა თურქები იტალიელებთან ერთად აკეთებენ ამ იარაღს და ამ იარაღის მაღალი ხარისხი ცუდად გამომდინარეობს იქიდან რომ იტალიური ჩარხებზე ხდება ამ იარაღის დეტალების დამზადება მაღალი ხარისხით. და აი წაკითხი აქ ნახე როგორ წაწერა Made in Italy. ხო, არ ვიცი ხედავენ თუ არა, მაგრამ ჩვენ ვეცდებით. კი ბატონო. ძალიან პოპულარული იარაღი იყო ძალიან ბევრ ფილმებში აქ მონაწილეობა მიღებული ამ მოდელებს და ძალიან კარგად ზის ხელში და წეხან ვერ დავამთავრებ, მაგრამ მე თქვა რომ თანამედროვე იარაღებთან განსხვავებით ეს იარაღი მთლიანად არის მეტალით დამზადებული, რომ ძველი ტრადიციების მიხედვით ჩარჩოც მეტალია, რესევერიც მეტალია, ყველაფერი მეტალის არის რა. გადამიტენე რა ერთ ცალი ხელით ვერ ვახერხებ. სასახლეთი მაინტერესებს როგორი აქვს რა. მეგობრებო, შეიძლება ჩემი აზრი გამოვხატო ახლა ამასთან დაკავშირებით. შეიძლება, მაგრამ დემოკრატიას ვაშენებთ და რავი. მეგობრებო, მინდა ხაზი გაუსვა ერთ ძალიან საინტერესო მომენტს რა. არც თუ ისე ხშირად შემოქმედრია პისტოლეტები, რომელსაც ესეთი რბილი და სასიამოვნო ძალიან მაგარი სასახლეა. ძალიან მაგარი სასახლეა. ძალიან გამიკვირდა. ბილი მოკლე უკუსლით და რავი, ძალიან კარგია. კი. გამაკვირვა სხვათა შორის. კარგი, შემდეგი მოდელი მაჩვენე რა არის? შემდეგი მოდელი ძალიან ბევრისთვის საყვარელი. რა შეგეკითხო, მაინც აზრი არ აქვს, ახლა მაინც მეტყვი დააღებპის ეს ამეთქვი, არ ვიცი. არ ვიცი, ახლა ნუ პისტოლეტები არ არის ჩემი, ახლა ძლიერი მხარე და რა გავაკეთო ეს. არავნადირო პისტოლეტები. აი, ვისაც უყვარს პისტოლეტები, ალბათ მიხვდება, რომელი პისტოლეტის ასლი არის ეს რა. ეს არის Browning High Power-ის სრული ასლი. ძალიან კარგად და სუფთად შესრულებული, თუმცა მოდელს ქვია ZIG 14. მაგრამ იმეორებს high power-ს ყველაფრით და ისე კარგად ჯდება ხელში და ისეთი კარგი სასახლეთი აქვს. შეიძლება ვნახო მე. ესაც რომ მაგი მოქმედებით არის. მაჩვენე აბა. ანუ ეს რას იძლევა ეს ახლა ვარ დაგემთავრე. შეგვიძლია ჩავტოვოთ ლულაში ვაზნა. დიახ. შევაყენოთ ფეხს და ეს უკვე დაბლოკილი იქნება. და გასროლის მომენტში უბრალოდ გასაგებია. გადატვენო რომ არ დაჭიდეს რა ხვდები? ვა. მართლა როგორი სასიამოვნოა. ეს ხე არის? ხო, ხეა, კი, ხეა და მოდი აქ პატარა ლირულ გადახვევას გავაკეთებ თუ ლირული შეიძლება დაერქვას. განსაკუთრებით ყურადღებიანებისთვის ეს იარაღები სანამ გადაღებას დავიწყდეთ, ყველა შემოწმებულია და აღარ დავიწყეთ შემოხტრებას, რომ ჭიდები ამოღებულია, ფეხსია შეყენებულია და თოლერე, თუმცა ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. პატიცემულად მე მინდა ხაზი გაუსვა ხა მაგ ამბავს. მე შევამჩნიე რომ მაგ თემაზე აღარ გვედავებიან ხოლმე ჩვენი მაყურებლები. მაღაზიაში ვართ ხო და ხო მიხვდა ყველა რომ მაღაზიაში დატკნილი იარაღები არის. ადრე იყო ეგეთი გამოხმაურება ხოლმე და ნუ კარგია რომ ზრუნავთ ჩვენზე. და კარგია რომ დაკვირვებულები ხართ, ეს ვიდეო რა. ორი მჭიდით მოდის ეს იარაღი. მეტალის ორი მჭიდია, რა თქმა უნდა იტალიურებია ესენიც. იარაღის დაშლა აწყობას, რავი,
აზრი არა აქვს. ხო, იმიტომ რომ სხვა განათება უნდა და სხვანაირად ეს იგივენაირად იშლება როგორც high power შეგიძლიათ YouTube-ზე შეხვიდეთ. მაგრამ ერთი ახალი ამბავი მინდა გითხრათ ჩემო მარლენ, რომ ერთ-ერთი ჩვენი მომხმარებელი, ჩვენი გამომწერის სოთაშორის, რომელიც არის ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს და თანამშრომელი ასე ვთქვათ, შეიძინა ეს იარაღი და თავის მეთვალყურობის ქვეშ გვაძლევს უფლებას, რომ რამდენიმე გასვლა გავაკეთოთ ამ იარაღიდან. მე როგორი საინტერესო არის, შეძენილია, ჯერ ფასი არ იცის, მაგრამ შეძენილია. ხო, ფული დატოვებულია, მაგრამ როცა წაიღებს და გააკეთებს ამ ყველაფერს. პროდუქტი იძლევა რა იმის განცდას, რომ მართლა მაღალხარისხიანი პროდუქტი არის. ნუ შენ პირდა რომ გადავიღოთ, რა თქმა უნდა, კათხში არ მოხდება ეს ადამიანი, არ უნდა კათხში მოხდეს, მაგრამ ჩვენ გვერდით იქნება გამოცდილი მსროლელია და კაი, მე ვფიქრობ, რომ ამით შეიძლება რომ ამოვწუროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ხო, საერთოდ ეს გავაკეთოთ, შეჯამება გავაკეთოთ, მოდი შევაწყვეტინებ. მოკლედ, სამივე იარაღი არის მაღალი ხარისხის, გატესტილი, გამოცდილი იარაღებია. კეთება თურქეთში, თუმცა იტალიელების მეთვალყურობის ქვეშ და იტალიურ ჩარხებზე წარწერებიც ამას ყველაფერს ადასტურებს, რა თქმა უნდა. რამდენიმე მოდიფიკაციაში გვაქვს ეს იარაღები, არის ცოტა ღია ფერის წოდებული სალოყეებით, ცოტა მუქი ფერის სალოყეებით. იარაღები არის, როგორც გითხარით, ლეგენდარული იარაღების კლონები, ან თანამედროვებული ვარიანტები და ფასებიც, როგორც ვიცი, იქნება მისაღები. ჯერ არ ვიცით ფასები რა არის, მაგრამ პირად საუბრებში მფლობელებთან გავარკვიეთ, რომ შედარებით იაფი ფასი იქნება, ანუ ბიუჯეტური პისტოლეტებია, გამომდინარე იქიდან კი არა რომ ხარისხია დაბალი, პირიქით ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ თურქეთიდან არის შემოტანილი ეს იარაღები და ასე ვთქვათ ტრანსპორტირების ხარჯი მაინც და მაინც დიდი არ იყო, შედარებით იაფი იქნება ეს იარაღები და ბევრისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რავი, მეტი რა ვთქვა? ეგ არის რა. კარგად გზავდებოდეთ. გაბშვიდობებით.